ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი თავართქილაძემ სოციალურად დაუცველი ხარაბაძეების 8-სულიანი ოჯახი მოინახულა. ოჯახის დიასახლისის ირმა ლორთქიფანიძის თქმით სოციალური მომსახურების აგენტმა მორიგი გეგმიური შემოწმებისას მათ სოციალური დახმარება შეუწყვიტა. დახმარების შეწყვეტის მიზეზი კი მეზობლის მიერ ნაჩუქარი მეორადი წყლის ელექტროგამათბობელი და მამის პენსიის დახმარებით განვადებით გამოტანილი სარეცხი მანქანა გახდა. ირაკლი თავართქილაძის თქმით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებას 29,540 ქულიდან იღებდნენ. ეხლა კი ქულების ოდენობა 130,000 აღწევს. კანდიდატმა აქცენტი ვაუჩერულ დახმარებაზეც გააკეთა და ოჯახს გამარჯვების შემთხვევაში პრობლემების მოგვარებას დაპირდა. შემიწყდა დახმარება ამ წლის თებერვლიდან, იმიტომ რომ მეზობელმა გადააგდო ტიტანი, ამოვიტანე და მაცივარი გამოვიტანე განვადებით, ადრე გამოტანილი მქონდა სარეცხი მანქანა. ესენი ფუფუნებისაგან თუ ითვლებოდა არ ვიცოდი, დაჟე არ მიმართავ სოციალურობაში, ისე გამოვიტანე დავდევი და რომ მოვიდნენ შემოწმებაზე და ნახეს ესენი, ამის გამო მომცენ მაღალი ქულები და მომიხსნეს ამის გამო დახმარება და საკვები ბენზედან გამომქონდა პური და რაღაც საჭმელი არ. დღევანდელ ჩვენი მიზანი ამ ოჯახის შემოსვლის ზუსტად იყო, რომ დაინახოს საზოგადოებამ შედეგი მილიარდელი ივანიშვილის მთავრობისა. ჩვენ ერთის მხრივ მივესალმებით სოციალური დახმარებების გაზრდას, თანხობრივ გაზრდას, მაგრამ ეს მოხდა იმ გაუბედურებული ოჯახების ხარჯზე, ვისაც შეუწყდა სოციალური დახმარება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამათბობელი ტიტანი დააყენეს სახლში.